სტრასბურგის სასამართლომ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების მკვლელობისა და წამებისთვის რუსეთს პასუხისმგებლობა დააკისრა. ოკუპანტის სახელმწიფოს წინააღმდეგ დავა საიამ მოიგო. საქმეები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2009-10 წლებში გაიგზავნა. პროცესები ჯამში 18 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. იმედზე რეკლამის მიტანა კიდევ ერთმა გიგანტურმა კორპორაციამ შეწყვიტა. Procter & Gamble-მა, რომელიც Head & Shoulders-ის, Gillette-ის, Ariel-ის, Pampers-ისა და სხვა ცნობილი ბრენდების მწარმოებელია ემეთთან თანამშრომლობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ტელეარხი გაერთიანებული სამეფოს მიერ დასანქცირდა და რუსეთის სახელმწიფოს პროპაგანდისტულ პლატფორმად გამოცხადდა. წერს ბრიტანული გამოცემა. საქართველოში ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანია დაასანქცირა მსოფლიოში ყველაზე ურეიტინგო პრემიერ-მინისტრმა, რომელიც გუშინ ტირილით გადადგა. ეს არის კარმა, ასე გამოეხმაურა კობახიძე დასანქცირებული ტელევიზიების თემას. მან კერძო ტელეკომპანიებს პირობა მისცა, რომ მათ ფუნქციონირებას საფრთხე არ შეექმნება. საცხოვრებელ სახლში სავარაუდოდ გაზის აფეთქების შედეგად 20 წლის გოგო დაიღუპა. შემთხვევა თბილისში მოხდა. ლამია ალახვერდიევი მძიმე დამწვრობით საავადმყოფოში 12 დღე მკურნალობდა, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ შეწყვეს.